განვლილი წელი შეაჯამა სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც განხორციელებული პროექტების ამმავლო გეგმები და პრიორიტეტები ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში უმასპინძლა. სალომე გოგოხია დაესწრო პრესკონფერენციას, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. სალომე, გისმენთ. სანდრო, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ძირითადი აქცენტი გააკეთა 2017 წლის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამინისტროს სამოქმედო გეგმა სრულად ეხმიანება პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ 4 პუნქტიან გეგმას, რაც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას გულისხმობს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მომავალი წლიდან უფრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სამინისტრო სოფლის მეურნეობის განვითარებას, რომ გაიზარდოს საექსპორტო პროდუქცია და ქვეყნის შიგნით შიდა წარმოებაზე მოთხოვნილება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, რათა მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება და შესაბამისად ნაკლები კაპიტალი გავიდეს ქვეყნიდან. ასევე მან ისაუბრა აგროპროექტებზეც, აგროდაზღვევა კვლავ პრიორიტეტული იქნება სახელმწიფოსთვის. გარდა ამისა, ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალ წელსაც სახელმწიფო დააფინანსებს ყურძნის სუბსიდირებას და აგრომიმართულებითაც. რაც უკავშირდება სოფლის მეურნეობაში წარმოებულობის ზრდას, ინტენსიფიკაციას, უკავშირდება მეტი პროდუქციის შექმნას ქვეყანაში, რომელიც ერთის მხრივ მიმართული იქნება იმპორტის ჩანაცვლებას და თვითმზრუნველობის დონის ამაღლებაზე, მეორეს მხრივ ეს იქნება ორიენტირებული ექსპორტის ზრდაზე და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ შემდგომ 20 წლის პერსპექტივაში ჩვენ ვიყავთ ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა, რაც გულისხმობს იმას, რომ აგროსასუსათო სექტორის ექსპორტ-იმპორტის ბალანსი იყოს დადებითი. საქართველოდან მეტი პროდუქტი გადიოდეს, მეტი ვალუტის გენერირება ხდებოდეს, შემოდინება ხდებოდეს ჩვენს ეკონომიკაში. მინისტრის თქმით, წლევანდელი წელი ასევე ნაყოფიერი იყო ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, თუმცა სამინისტროს უფრო მეტი ამბიცია აქვს ამასთან დაკავშირებით და გეგმავს, რომ მომავალი წლისთვის უკვე ღვინის ექსპორტიდან შემოსული თანხა 41 მილიონი დოლარით გაიზარდოს. რაც შეეხება სამინისტროს 2016 წლის სრულ ანგარიშს, საზოგადოებისთვის ის ხელმისაწვდომი უკვე 2017 წლის პირველი კვარტალიდან იქნება შესაძლებელი. გმადლობთ, სალომე, პირდაპირ